წარმოიდგინეთ უწყლო უდაბნო, სადაც მე-6 საუკუნეში 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი წმინდა დავით გარეჯელი და მისი მოწაფე ლუკიანე დასახლდნენ. ლეგენდის თანახმად მათი ირმები კვებავდნენ, თავად კი კლდეში პირველი სენაკები გამოკვეთეს. ასე ჩაეყარა საფუძველი მთელ ქალაქს, რომელიც საუკუნეების მანძილზე შენდებოდა და 12 მონასტერს აერთიანებდა. მონასტერში ფუნქციონირებდა უნიკალური სამხატვრო სკოლა. ბერები კლდის კედლებზე საოცარ ფრესკებს ხატავდნენ და იქონებდნენ წყლის შეგროვების რთულ სისტემებს. ეს იყო ნამდვილი აკადემია უდაბნოს შუაგულში. გარეჯის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილია აღდგომის ტაძარი. სწორედ აქ 1616 წლის აღდგომის ღამეს შაჰ-აბასმა მრავალათასიანი ლაშქრით ალყა შემოარტყა კომპლექსს. იმ ღამეს 6000 ბერი ეწამა ქრისტესთვის. დღეს გარეჯი კიდევ ერთ განსაცდელს უძლებს. მისი ნაწილი საზღვრის სადაო ზოლშია. ეს ადგილი ჩვენი იდენტობაა, რომლის შესახებაც ყველა ქართველმა უნდა იცოდეს, დაიცვას და გაუფრთხილდეს.